მიშა ირაკი. გოგონებში 10 წლამდე და ეს ის ასაკია, სადაც გოგონები სპეციალური გუნდებით თამაშობდნენ. პირველი ადგილი დაიკავა გაბოშიძე თათამ. მეორე ადგილზე გავიდა ნაცვლიშვილი ნინი. ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ციტლაური ანი. ნარინჯისფერ მოედანზე პირველ ადგილზე გავიდა ვაჩნაძე გიორგი. მეორე ადგილი დაიკავა შარტავა დავითმა. ხოლო რაც შეეხება მესამე ადგილს გავიდა მესამე ადგილზე კილაბერიძე საბაზარებელი ვახერხეს და ბოლოს ხითელ მოედნებზე მესამე ადგილი დაიკავა სამსონიანი. კიდევ ერთხელ ბავშვებო გილოცავთ წარმატებას. მეორე ადგილი დაიკავა ციხელ მოედანზე მუჩიაშვილმა მარია. კიდევ ერთხელ გილოცავთ წარმატებას. შემდეგი შეჯიბრება იქნება საგაზაფხულო ფასი, ეს იქნება მარტისთვის შუა რიცხვებში, მარტისთვის ბოლოს. და შესაბამისად ზამთარში უკვე შეგეძლებათ რომ თქვენ შეჯიბრებებზე მიიღოთ მონაწილეობა. ზამთარში მინიმუმ 60 შეჯიბრებას ჩავატარებთ ფედერაციის ეგიდით, რომელიც უკვე ოფიციალურად კალენდარშია და თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს შეეჯიბროთ, გააგროვოთ ფულები, გახდეთ გამარჯვებულები და შესაბამისად შემდეგ ავარჩევთ ნაკრებებს, სადაც რომელ ნაკრებშიც შევიყვანთ გამარჯვებულებს და ამ ნაკრებებს მაისის თვეში ჩამოვლენ უცხოელი ექსპერტები და უცხოელ ექსპერტებთან ერთად მე და კოტაკონძახია ჩაგიტარებთ შეკრებას, 5 დღიან შეკრებას, სადაც შეგეძლებათ სადაც შეიკრიბებიან საუკეთესო მოთამაშეები ან თქვენ და შეძლებთ ერთმანეთთან ამ შეკრების გავლას და შესაბამისად თქვენი კლასის ამაღლება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.